დროში დაბრუნება რომ შეგეძლოს თქვენს თავს რა რჩევას მისცემდით? ალბათ არ გავიზრდებოდი ალბათ. ჩემს არა. აიდო. მეტი მესწავლო და ზარმაცი არ მოვდარიყავი ნამდვილად. არ ვიცი, ალბათ ის რომ კარგად ვისწავლო, იმიტომ რომ ეხლა ძალიან მჭირს მაგ ხრივ. უფრო მეტი დრო რო გავატარო ახლობლებთან და სწავლა განათლებას რომ მეტი დრო დავუთო. ყველას არ უნდა ენდო. რომ ბევრ ადამიანს არ ენდოს. არავის არ ვენდო. რომ ალბათ ნაკლები შემშინებოდა გარემო პირობების რა. ავი, ალბათ უფრო გაბედული რო ყოფილიყავი, არ ვიცი. სავარაუდოდ ეგ რა. თავი გამოხატოს. სპორტის სარდამებია თავი მაგალითად. უფრო მეტი სილაღე და უფრო მეტი ბედნიერების მოტანა სხვისთვის. მეტი სიყვარულისთვის დამეთმოს დრო. ძალიან ბევრ რჩევას. მაგალითად ერთი რო გითხრათ? ერთი ის რომ მე უკეთესად ვისწავლიდი სკოლაში. გამოვიდოდი ექიმი. და უფრო მეტი წარმატებული ქალბატონი ვიქნებოდი, იმიტომ ამისი ტვინი მქონდა და შესაძლებლობაც. უფრო მეტი ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო, უფრო მეტი ვიკითხო, ნაკლები ვიძინო, მეტი ვიმუშაო, ჩემდა და სახელმწიფოს სასარგებლოდ. რა ვიცი, მეტი ალბათ ეს არის. რჩევას ვის ახალგაზრდებს? ჩემ თავს? ხო, უფრო ჭკვიანურად და ცოტა სხვანაირად მეცხოვრა. შეიძლება უკეთესად დამელაგებინა ჩემი ცხოვრება. დროში დაბრუნება რომ შეგეძლოთ რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს? ჩვენ შოფერმა ტაქსებს. რას მიცემდით, ვერ გავიგეთ. რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს? საკუთარ თავს. რა ვიცი, ამა ყველაფერს შევცვლიდით ალბათ, იმ შეცდომებს რაც დაუშვით მთელი ცხოვრების მანძილზე. უფრო მიცევდი თავს იმ რჩევას რომ არ დაგენანოს, არ მოგერიდოს, თავისუფალი იყავი და იცხოვრე როგორც შენ გაგიხარდება უფრო. უფრო ბევრი საინტერესო და ბედნიერი დღე დაიგეგმოს მომავლისთვის ალბათ ეს. და ბევრი, არ ვიცი, დადებითი ემოციები დაიგროვოს ცხოვრებაში. რა ვიცი, ყოველთვის ისე ვცხოვრობ, წინასწარ ვურჩევ ჩემ თავს და მერე ვდგამ ნაბიჯებს, ასე რომ როგორც ვიცხოვრე და გამვლიე, არაფერს არ შევცვლიდი. ალბათ იგივედ გავივლიდი ცხოვრებაში ყველაფერს. არაფერს არ ვნანობ, გოგოებო. ყველაფერი რაც გავიარე, ღმერთის წყალობით დიდება უფალს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. ერთადერთი რასაც ვისურვებდი აფხაზეთის დაბრუნებას და საქართველოს გაერთიანებას.